პროცესი არის შეფერხებული, შეჩერებული. ჯობიაო რომ საკამათო თემა რომ ბრიგადირი წარმომადგენლობა იყო, მოდი არსის იყოს ეგრე თქვა დღეს რიგაში ასეული ჯობია. აი ეს ძირითადი ძალისხმევა არის თავდაცვაში. ერთ საარტილერიო ბრიგადის სწავლების შესაძლებლობები პოლკოვნიკი თავდგენს. მოგესალმებით თორე სამარჯვენად. აბა მოგხდით რა ხდება. მოგბრძანდით. ამათ წინ ბატონო გენერალ-მაიორო 42 გუფს გააჩნდა ბატონის ტაქტიკური დავალებას. ეს არის ფიქსირება ძირითად ძალისხმევაზე ბატონ ბრიგადის მიმდინარეობს საშტაბო სამეთაურო სწავლება მეოთხე მექანიზმურ ბრიგადასა და პირველ საარტილერიო ბრიგადაში. ამასთან ერთად მოზიდული არის უზრუნველყოფის დანაყოფები, რაც პირველად ხდება, მაქსიმალურად არიან ჩართულები საშტაბო სწავლებებში და რაც ვნახეთ, საკმაოდ დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს. მეთაურებს ესმით ამოცანა, მეთაურებს იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, შტაბები მუშაობენ შერწყმულად. ეს არის ერთ-ერთი გეგმიური სწავლება, რომელიც ხორციელდება პერიოდულად თავარ სწავლებამდე, რომელიც დიდგორია და რომელიც იქნება უკვე შემოდგომაზე. სწავლება მიზნას ისახავს აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების შტაბების კოორდინირებულ მუშაობას და მათ შერწყმას, რაც საბოლოოდ მათ საშუალებად მიცემს საბრძოლო ვითარებაში დროულად და ხალისკენად მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე ეს სწავლება ითვალისწინებს ჩვენს უკვე ამერიკულ ქართული agile spirit-ის, ესე როგორც მოგესალმებით ახლა საერთაშორისო სწავლება ამ სწავლების და ჩვენი სწავლება დიდგორის წინასწარ მომზადებას. This exercise is really the culmination of about 2 months worth of training by this brigade, and it's taken them from planning the exercise through the preparation, going out onto the battlefield and looking at the terrain, to now actually fighting the battle inside the computer system. So it gives them a great chance to actually do the things that they would do in real combat against a real enemy that is a very realistic enemy. And then it also allows them to work all the staff procedures that they need to do in the command post if they were to use it. Inside here you have only the responders, their battalions, but outside you have the command posts actually playing their command post. So it's really the culmination, and it's shown that they have done a great job over the last month of getting prepared for it.